არაჩვეულებრივად გამოიწვია. ძალიან დიდი მადლობა. ხა მე მგონი მზად ვარ და დავიწყოთ. არა, ჯერ როგორ უნდა დავიწყოთ, თქვენი მეუღლე არ მოსულა და ხო უნდა დაველოდოთ, ჩემო კარგო. არა, ლაივზე ვთქვი, ლაივი უნდა დავიწყო. კი ბატონო, ცოტა დრო გვაქვს. აბა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოდი დაველოდოთ, ხალხი შემოგვიერთდეს და ძალიან მაგარ ინფორმაციას გეტყვით. აი, ნელ-ნელა როგორც ხედავ, ხალხი შემოდის. კი, კარგია, კარგად მივდივართ. მოკლედ, ჩემო Facebook და Instagram მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ეხლა გაჩვენებთ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს. თქვენ გახდებით ჩემი ხელის მოწერის მომსწრეები. გამარჯობთ, მალე მოვჩებით. რა მაგარია, ძალიან ნერვიულობ. მარტო 5 რა პონტია? ანუ 5 კაცი გიყურებთ მარტო? არა, მე ყოფილებს ვითვლი, თორე ისე 1200 კაცი გვიყურებს ლაივში. დავასრულოთ ლაივი რა, ძალიან გთხოვთ რომ მეჩქარება. რა უნდა გაჩვენოთ, ეხლა ჩემო ძვირფასებო, ნახეთ მე რა მაქვს, ნახეთ მეგარი ულამაზესი თაიგული მაქვს. მოკლედ, ეს თაიგული მე გამომიგზავნა მაღაზიათა ქსელმა, ბუტკო და სხვა. ასევე ჩემო ძვირფასებო, აი ეს ულამაზესი საწერ კალამი, რომლითაც სიძე დედოფალმა ხელი უნდა მოაწეროს, გამომიგზავნა მაღაზიათა ქსელმა, ბუტკო და სხვა. მაღაზია ბუტკო და სხვა. უმაღლესი ხარისხის საქონელი თქვენი ბედნიერებისთვის. კი ბატონო, დავიწყოთ. ვაიმე. დავიწყოთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ამიტომ იყავით ჩემთან, ასე დაწაფრდით. გამარჯობა, ცხა დამაგვიანდა ბოდიში. ძალიან მიყვარს. აქაც ლაივში ხარ, შენ რა გჭირს? დავიწყოთ ხო? მოდი დავიწყოთ. აუ, გეხვეწები არ გაჭედო, ეხა ოღონდ ხარ გაჭედო. არა, არ გავჭედა, უბრალოდ მოდი დავიწყოთ, ხო? კარგით რა. აუ, არა, შენ არ გეუბნები, ტელეფონზე ვამბობ. აუ, ოღონდ ხარ გაჭედო, გიჩვენეთ რა შვილო, ძალიან გთხოვთ, დედიკო, ხა თუ მზად ხართ, მოდი დავიწყოთ. იგი მზად ვარ და დავიწყოთ. ნახე რა ეს ბოღმა გოგოც ჩაერთო, მაინც და მაინც ეხლა დაგეგმა ხელის მოწერის ცერემონია. ჩემი ივენთის გადაფარვა უნდა. ნახე რა, უკვე 2000 კაცი ავიდა. აუ, დაიცა ეხლა რაღაც უნდა მოვიფიქრო. ეხა იცით რომელი ფრაზა გითხარით? ის ფრაზა. უკვე შეგიძლიათ ერთმანეთს მიულოცოთო? არა, ერთი წუთით შვილო, ხა ჯერ ეს ცერემონიალი არ დაგვიწყია და რანაირად უნდა მაყურებელი წამოვიყვან და ლაივს კაი მაყურებელი ყავდეს, ბევრი მაყურებელი ყავდეს. კარგით, ანუ კაი, მედი. დიახ, ანუ შეგიძლიათ უკვე ერთმანეთს აკოცოთ. ძალიან დიდი მადლობა. აუ, რა მაგარი 1000 კაცი დაგვემატა უკვე. დაგვემატა და დავიწყოთ, მოდი ხო? აუ, საყვარელო, მოდი ახლა 10000 კაცამდე ავიყვანოთ ჩემი ლაივის მაყურებელი. კაი, გთხოვი. ერთი წუთით შვილო, გეხვეწებით რა, დედიკო, ძალიან გთხოვთ რა, 10000-მდე აყვანა აქ არ შეიძლება და მოდი სახლში აიყვანეთ, კარგით? კარგით. აი კომენტარს გვიწევს, ნახე, ლიკუნა ლიკა, მეჯვარეები სად არიანო? მოკლედ, ჩემო ლიკუნა, ლაივში არ არიან აქ, მაგრამ ლაივში არიან და გვიწერენ რომ ყველაფერზე თანახმა არიან და ხელსაც აწერენ. გაუჩიშეთ რა. ჩემო ძირფასებო, ერთი წუთით, შვილო, ერთი წუთით გეხვეწებით, ამდენი დრო არ ამაქვს და თუ შეიძლება სწრაფად რო დავიწყოთ, გამარჯობათ, გაღარ მინდა, გათიშეთ. კაი, დავიწყოთ, კი ბატონო, დავიწყოთ. გასაული რა, ისე კი არა ვარ. დავიწყოთ, მზად ვართ ჩვენ მოკლედ. მოკლედ, მზად ხართ ხო? დიახ. ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ეს ორი ბოდიში, ცოტა ისე გამოდით, აი ესე, ხო, ცოტა გვერდულად დადექით. კაია, ბედი. დავიწყო ეს? ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ. აუ, ბოდიში, ანუ ცოტა ფეხი რო რა ხდება, კაცო? წინ გაწევთ ფეხი, აი ეს. ჩატეხეთ ფეხი, ჩატეხეთ. თან ისაუბრეთ, ჩატეხეთ. ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რაცა ეს ორი კიდე ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რაცა ეს ორი ადამიანი ერთად, რა ბედი რაღა, კიდე ჩავიდე შვილო, რა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ეს ორი ადამიანი ჭირში და ხიში ერთად იყოს. კარგია ესე? და ლაივში, ცხა ლაივში. ლაივში, ჭირში ხიში და ამაყენე რა, მოდი რა. მოდი შვილო, ამაყენე, რა გინდა კაცო? ხარილებო, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ასეთი ამბები გვაქვს, ძალიან მიხარია. თქვენ თანახმა ხართ? თანახმა ვარ, რა თქმა უნდა, რა. თქვენ? მე მოდი ჩემო ძვირფასებო, დამიწერეთ თანახმა ვარ თუ არა, აბა ვინ რას ფიქრობთ? აბა დაწერეთ. კი, არა, მამი და გენაწვალო. კი, არა, რაში გვაინტერესებს რა სიზამ? საქმე სხვა არაფერი გაქვს? კი, არა. აუ ესე ვერ გადავწყვეტ რა.
კარგი რა, ჩვენ ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? ხო შეიძლება რომ გათიშოს ლაივი რა. მოიში მართლა ვერ გადაუწყვეთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ანუ ესე კომენტარებით ნამდვილად ვერ გადაუწყვეთ და მოდით იცით რა გავაკეთოთ? თუ ახლა ჩემი ლაივის მაყურებელი აცდება 10,000 კაცს, მაშინ მე უარს ვიტყვი. მოიცა, რას ნიშნავს უარს ვიტყვი ხომ? კაი, მაინც არავა 10,000 კაცი დაწყნადი, მაინც არავა. რა გადავწყვიტეთ? ბოლოს და ბოლოს რა გადავწყვიტეთ? როგორ ჩანს არ ვარ თანახმა? მოიცა, რას ნიშნავს თანახმა არ ხარ? 12,000 კაცი გვიყურებს და აბა რა უქნა ხო შევპირდი ჩემს მაყურებელს და როგორ მიყურებ? რა შენ მაყურებელს, მეც ხო შენ პირდი, არა რა შენ მაყურებელს? ხო შეპირდით ამასაც. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თუ ჩემი ლაივის მაყურებელთა რიცხვი აბა 20,000 კაცზე, მე საერთოდ დავშორდები ჩემ ბუსუსას. მოიცა, რას ნიშნავს დამშორდები? ეხლა რეებში ძახი, მოიცა. აი ხო არავა 20,000-ზე დაწყნარდი. ხო, არავა ეგრე არ არის. 17,000-ზე ავიდა უკვე ვარ. ჯერ რა მაგრები ხარ. ძალიან მიყვარხარ. მოიცა, ეცაკეთებ. ერთი წუთი მომეცი რა. 18,000 კაცო ვერ გავიგე მაგცადე რა. 19,000 რა გაცადე რა ცხა. დედიკო, ამოარი რა.